მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი დაიწყო კონკრეტული ბრძოლა აგენტებთან. ბუმ, ტრახ, ბაბახ, არის ჩემი დასახელება. სისხლის სამართლის მუხლით გასამართლებიან. დანაშაულის შემოქმედება რომ არის ჩვენ ყველა ვიცით, დანოსების წერა, ხელის შეშლა, საბოტაჟის ორგანიზება, ესეც სახეზე იყო ამდენი ხანი, უბრალოდ როგორც ჩანს, მან ძალიან არის ის, რომ დანოსიც კი ყალბი იყო. რა თქმა უნდა, დანოსი იყო თავისთავად უკვე ესეთია, ხო, ყალბი დანოსი იყო, ბიჭო ყველაფერი. და თან რა დანოსებზეა ხო საუბარი, რომელიც არის საქართველოს წინააღმდეგ. ხო, და საბოტაჟის მომთანი კი ბატონო. იცი რა არის, ვიღაცა შეიძლება გაუჩნდეს ის აზრი, რომ აი რაღაცა როცა დაიწყეს ამათმა ესეთ საუბარი, აი ოცნება ყველას გვარს გადაც და მათი აზრით და მე არა 2012 წლიდან ყველაფერს ხელს უშლიდნენ. იქნებოდა ასოცირების ხელშეკრულება, ვიზა ლიბერალიზაცია, რამე. ანუ არ აქვს, ამიტომ არის რა, რომ აქ და სიტყვაზე ვამბობ რა, ოცნება ვინმეს ახლა თუ რამე მხრივ არ მოწონს, ხო? არ ნიშნავს, რომ ის ოპოზიცია აქ და ახლა თუ რამეში მართალი შეიძლება იყოს მისი აზრით. ეს არის ოპოზიცია, რომელიც არის მხოლოდ დივერსანტული რა. აქ და ახლა რამეში თუ მართალია, ეგ არ ნიშნავს, რომ იქაც კეთილის რახვით, არა, მე ვამბობ ვინმეს აზრი, თქო რა, ვინმემ თუ რამე პოზიცია შეიცვალა. ანუ ესე იგი ყველაფერს ეს არის რაღაცები არის ზეპარტიული, ხო? ზეპარტიული ნიშნავს იმას, რომ ქვეყანას ეხება და შესაბამისად ეხა მიშა რო გვეზიზღებოდა და მიშას წინააღმდეგ ვიყავით, ხო? მანდაც კი აგვისტოს ომში ოპოზიციამ მორატორიუმი გამოაცხადა და მიშას თქვათ კრიტიკას რაღაცა პერიოდი თავი დავანებდა. თუმცა მე გაგრძელდა ეგ მორატორიუმი სამწუხაროდ, მაგრამ მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია მიშა ახსენა, შემდეგ მიშაც არის ბრალდებული და დაწერა პოსტი და ეს მაოხრებელი გზირი. ორი საქართველო არსებობსო, სადაც ერთი არის ჩვენი საქართველო, ანუ და მეორეზე ხა გრუზინულიო. და ადამიანი, რომელიც იყო საქართველოს პრეზიდენტი სამწუხაროდ, რომელსაც უნდა ამ თანამდებობაზე დაბრუნება, პირდაპირ ქადაგებს დაპირისპირებას, ანუ დაპირისპირებას კი არა, ჩვენს განადგურებას. ანუ ჩვენ უყურებთ, გეხოცები რა, ჩვენ და მათ ერთ ქვეყანაში არ დაგვედგომება, ჩვენზე იძახის. სახეზეა ძალიან ღრმა შეუთავსებლობა და ნამდვილი სამოქალაქო კონფლიქტი. ეხლა ესეც რო ეგონოს პირიქით არ უნდა წერდეს ამას. ანუ რა გამოდის, რომ მთელი მისი მოღვაწეობა ამტკიცებს თავის ბრალს. და რეალურად მაგას ჩვენ უნდა ვამბობდეთ. და ეხლა შეხედეთ თქვენ თუ გახსოვთ შარლ მიშელის გეგმა რო იყო, მანდ იყო ერთ-ერთი პუნქტი დეპოლარიზაცია, რომელსაც თხოვდნენ ქართული ოცნებას. რეალურად ასევე 2012-ის შემდეგ დეპოლარიზაცია აი ამათმა მოახდინეს რა, თორე ბიზნა ივანიშვილს დეპოლარიზაცია კი პოლარიზაცია. კი არა, პოლარიზაცია და დეპოლარიზაციას თხოვდნენ. ბიზნა ივანიშვილის პოზიცია ის იყო, რომ ისე უნდა მოვექცეთ მათ, როგორც ისინი იმსახურებენ კი არა, როგორც ჩვენ გვეკადრება. ანუ ხალხი უპირებდა ჩაქოლვას ქუჩაში, იმიტომ რომ იყვნენ გამწარებული ადამიანები და ეს რომ გადააგორეს, ეხა აქეთ ლაპარაკობენ ამაზე რა და ტიპი რომელიც წავიდა ამ ქვეყანაზე, პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეობაზე თვითონ თქვა უარი და თქვა, რომ მე საზღვარგრძელობის თქმა არ მიყვარდაო და თურმე ქართველი ამიტომ არ ვარ და ვარ სულით და ხორცით უკრაინელიო. ეხლა ლაპარაკობს სახელმწიფო. კიდევ წავიკითხო. ტიპი არის ფაშისტი. გამარჯვების შემდეგ წინ გვაქვს ხანგრძლივი დეგრუზინიზაციის პროცესი, რათა აღარასოდეს დაუშვათ მათი აღზევადა ეხლა ფაშისტური პასაჟი. ჩვენ განსხვავდებით ჩვენი საუბრის მანერით და ლექსიკით, ჟესტიკულაციით, მიხვრამუხრით, თვალების გამოხატულებით განსხვავდებით ანთროპოლოგიურად და შუბლის ზომით. ანთროპოლოგიურად და შუბლის ზომით, ხო? თავიდან ბოლომდე ფაშისტური, ნაცისტური ტექსტია. აქეთ შრომელი ხალხია, იქით კლასიკური პარაზიტი. ზევგენიკას ხო არ ჩაუჯდა იქ. აშკარად, ანთროპოლოგიურად, ანთროპოლოგია რა მახსენდა? აი ეს არის თავიდან ეს ნაცისტური პრაქტიკაა ხალხო. და ისე როგორ განსხვავდებით გითხრას და ჩვენ გავზომავთ აქეთ. რო ვიცოდეთ მარტო. შენ რაღაც ამ გაკვირვებული კითხულობ ამ სტატუსს. ნაცისტური გამოვლინებები გეუცხოა და გეხამუშა ეს პოლარიზაციის ნაწილი და ის რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა ნაგავია ამის თვალში, ეგ გეუცხოა.
პრეზიდენტობის დროს ამბობდა, რომ ჩემ პრეზიდენტობამდეო საქართველო იყო მიმინოში, რომ ისინი არიანო, რა ქვია, კარიკატურული ქართველებიო და ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავის მსგავსი ქუდები ეხურათო. და მე მოვხოდეო და მე შევქმენიო ეს ახალი და ნორმალური ქართველიო, მანამდე ესეთი ნაგავი იყო და მე უკვე უკრაინაში როცა გაიქცა თავისნებით რომ მოქალაქეობას ვარ თქო, იქ ამბობდა რომ მე თვითონ არ ვარო ქართველიო და უკრაინელი გავხდიო ახლა. ამ კაცია რომელიც ქართულ კულტურულ კოდს თავიდან ბოლომდე უარყოფს, თავისი ნებით და სურვილი ყოველ სამას აკეთებდა. ანთროპოლოგიურად განხოდებით. მიშა რომ ფაშისტია მაგაზე მე საერთოდ ანთროპოლოგიურად განსხვავდებით. მეგონი ჰიტლერის მმართველობის შემდეგ ეგ არავის არ ადამიანი რომელმაც სისტემური წამება სახელმწიფო ინსტრუმენტად დანერგა როგორ შეიძლება ფაშისტი არ იყოს როგორ შეიძლება ფაშისტი არ იყოს ადამიანი რომელმაც მედია დაარბია ბიზნესები ვინც კი არ უსწორდებოდა და ერთ გადაბრუნებულ სიტყვას ამბობდა მის ხელისუფლებაზე ყველას აახია რა ქუჩაში მკვლელობა პოლიციელების მიერ დააკანონა ყურადღება ძალიან თქო შეიძლება ესეთი იყოს დიქტატორი ფაშისტი არ იყოს ხო მაგრამ ფაშიზმი ანუ როდესაც გეზიზღებ ადამიანებად ართული ანთროპოლოგიურად განსხვავდებითო შენივე თანამოზმეზე რო იძახი მარტო ნაცისტურ გერმანიაში მახსოვს რომ ესე იძახდნენ რა კარგი მოდი გავუშვათ ზუსტად თელი პრაქტიკა ელენე ხოშტარიას დედის ვიდეო გინდათ გავუშვათ დედის ხო ელენე ხოშტარიას დედის რუბლებს რო ითვლის ელენე ხოშტარიას დედის ხო მიპასუხეთ რამ შეგაშინათ ესე რატო წაუწექით ესე პუტინს რატო გაასწორეთ საქართველოს მიწასთან ვინ მოგცათ მაგის უფლება რა სტალინისტობ დაკა საერთოდ ტაშიკალებო ჩემი მაზლიც ეყავს თქო საცოდავებო რა დღეში ხართ საერთოდ ეს ქალი როგორც უკვე დოკუმენტურად დამტკიცდა იღებს რუსულ რუბლებს კი და ის რუსულ რუბლებს იღებს პუტინის ბიუჯეტი. გიმოში შვილს რო ორჯერ სასწავლებლად გააგზავნი შენი ნებასურვილით და ანუ კგბ-შნიკების საწრთობ იმაში რო ქვია უნივერსიტეტში. და ერთხელ რო შენი შვილი დაიმსახურებს მეორედ სწავლის უფლებას, იმიტომ რომ მან მხოლოდ წარჩინებულები და ენთუზიასტები, სისტემისადმი ლოიალური ადამიანები და სტუდენტები აგრძელებენ სწავლას. ამას დამატებული ხო ვაფშე რადგინა რამე ტიპი გამოდის ქალბატონი ეხა და ესე მორალური პედესტალიდან გველაპარაკება და კრემლიდან იღებს ბიუჯეტიდან რუბლებს პირდაპირ გეტყვით ეგრეთ რამ დაგამოვნათ პუტინმაო პუტინის ბიუჯეტიდან და გაправება აქ ის რომ ტანკებს აკლდება ეს ო ამის შვილი თან ბოიკოტში არის იმის გამო რომ რუსულ ხელისუფლებას არ ვეთანამშრომლებიო და ოჯახი ფულს იღებს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ყიდულობს უძრავ ქონებას და აგროვებენ დოულადს და მე ის ფული აჭმევს და აცხოვრებს და არიან კარგად და კოხტათ და ნინია კაკავაძემ გაგვცა პასუხი რატო არ კეტავს ქუჩას და რა დამოკიდებულება ქუჩის გადაკეთვასთან თხოვთ გავუშვით ნინია კაკავაძე მე თუ კი ჯაჭვში არ მდგავარ და ეკავა ამ ქუჩას როგორც მოქალაქე და არა ჟურნალისტი ამ შემთხვევაში მე პრესის პეიჯს არ გავიკეთებ და არც კამერა მეჭირება ხელში მხოლოდ იმიტომ რომ ჯერ პატიმრობა არ მეკუთვნის და უნდა რაღაც ჯარიმით გამოვიდე და ეს იქნება რაღაცა ფარისევლობა და თამაში გმირობა რაღაცე მხოლოდ ეს არის ერთადერთი მიზეზი რის გამოც მე ჩემ მეგობრებთან ერთად არ ვდგები აი ჯაჭვში რომელშიც სხვადასხვა ჩემი მეგობრები მაგრამ რჩევა მიუცეთ კაცო რჩევა ძალიან მარტივი რჩევა არის შემდეგი პირველ რო გადაკეტავ პირველ ჯერზე რო გადაკეტავ და ჯარიმა როცა მოგიწევს მეორე ჯერზე უნდა გადაკეტო ეგრევე მეორე დღეს და მეორე არის პატიმრობა ანუ ორ დღეში აყომარებ ყველაფერს კი ეგრეა მეორე ანუ რეციდის გამეორებაზე მე უკვე არის ის რა მეგონი რო გადაკეტავ და ჯარიმით ჯარიმის მე არის ადმინისტრაციულად რო დაგჯიან მე სისხლია ხო მაგას ვამბობ ხო და აბა ჯერ არის ისა ფინანსური სანქცია და მე არის ეგრევე ხო ხო ამას ერთი სანქცია ხო და უკვე ერთი გადაკეტვა დარჩა ერთი მიდი გადაკეტვა არ შეება ოღონდ აქ თავარი რა არის ცი ადამიანად მესმის რომ ციხეში არ უნდა წასვლა მაგრამ მოუწოდებს ხო ვიღაცებს მაშინ მოუწოდებს არა აქაც გმირად გამოიყვანა რა თავი რა მე მარტო მაგი ჩესტის ამბავიაო თორე რა პრობლემა არის ჰეგელი ტრიალებს საფლავში გრიგოლ ჰეგელი გაუშვათ თუ შენ
მე თუ ხვალ პირობითად და მომის ძალიან მაღალი შანსია არ შემეძლება პარტიულ პოლიტიკურად ვისაუბრო ვინმე თulis რომ არ ვისაუბრებ რამე აზრ შევიცვლი ან გავჩუმდები არასოდეს ცხადია და ასევე ჩემთან ერთად ჩემს გვერდით და ჩვენ ერთად ჩვენ ვართ უმრავლესობა ამ ქვეყანაში არ გავჩუმდებით და ვერ გაგვაჩუმებენ და შესაბამისად ახლა რაც აკრძალავს რომელიღაცა კიდევ ერთხელ ვიტყვი გამოპრუტუნებული ხოცი ვიღაცა რაღაცას ვაჭერს და წერა-კითხვა არ იცის და წითელს მწვანეს ვერ არჩევენ ჩემს არაფერს არ ცვლის მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე ამ ქვეყნის პატრიოტი უგონოდ შეყვარებული ამ ქვეყანაზე და სანამ შემიძლია რომ ვილაპარაკო ვიმოძრაო მე ამას გავაკეთებ და იგივეს გააკეთებს 100-ობით 1000 ქართველი და ჩვენ ყველას ერთად ხო რა ხო ბიჭო ვიცი რა არის მაგარი მე ყოველთვის кайფობ ხოლმე ის ადამიანებზე არავინ რო არ აქებს და საკუთარ თავს რო იქებენ რა ამ შემთხვევაში ანუ ერთი ადამიანი არსებობს ვისაც ამისთვის პატრიოტი დაუძახებია კაცი საკუთარ თავს არქმევს პატრიოტს ვინა ჯო ვილსონს დაუძახებია ჯო ვილსონმა ბიჭო რასვეჟი ტირილი გამოაცხო დამიცავითო არჩევნები აქვს და რა მოიცე კაცო შენი რაღაცი შენ თავარი თემა არა ჯო ვილსონმა მე მგონი რუბიოს მიწერეს წერილი ჯო ვილსონმა ჯინ შაჰინმა და იქაურმა შალვა ნათელაშვილებმა რა მიწერეს წერილი თუ ზუსტად მახსოვს მარკო რუბიოს რომ კაროჩე დაგვიცავითო ქართული ოცნების კრიტიკისგანო სრულ სერიოზულად გეუბნები ბაბში არ გადმოსხას დაგვიცავითო ქართული ოცნება გვაკრიტიკებსო საერთოდ მეგობრებო თუ სახდებს თხოვეს დაცვა ბიჭო მეგობრებო თუ ხდებით ეხა პირდა მაგრა გაგისწოროთ ჩემო ძვირფასო ქართველებო რა პასუხი გასცა ქართულმა ოცნებამ აი ამ რეზოლუციას აი ამ რეზოლუციას ცალკე გვაქვს საუბარი სისხლის საბართვის საქმით ანუ როგორი პასუხი გასცა იცი ეთერში არ შეიძლება თქვა მაგრამ აი კაცური ჯიგრული პასუხი აი ესეთი პასუხი აი ძარღვიანი არა ძალიან მაგარია რა ანუ რაღაცა სიგიჟე დაწერეს აბსოლუტური სიგიჟე დიდაქტიკურად გველაპარაკებია ყველაფერი ტყუილი იყო მაგაზიაში პავილიონისები და ვიღაცა გიჟები და გავეცით ესეთი პასუხი ხო რა თქმა უნდა რომ ტყუილი იყო ეხა რეზოლუცია მაგრამ ჩვენ მიჩვეული ვართ რა ამ რეზოლუციებს ეხა ევროპა დაიწყო იმ 300 ევროპარლამენტარით როცა ჯერ კიდე თქვეს რომ კეზერაშვილი არის მედია პერსონა რომელიც იდეუნება და ბიზიდან ივანიშვილი კიდე ოლიგარქი მე იყო სხვადასხვა რეზოლუციები რომელსაც შავზე თეთრს გვიმტკიცებდნენ რომ მიშა პოლიტპატიმარია და მთავარი ალბათ მანდის იყო რომ რუსეთ-უკრაინის ომი რაც დაიწყო მას მერე მოხდა ფორსირება ამ საკითხების და რეზოლუციები იყო როგორ იცი რომ უბრალოდ აი ნახე ქართველი საშუალო სტატისტიკური რომელსაც უყვარს ევროპა და მიისწრაფის და უნდა იმას შეაზიზღეს რა თავი და აზიზღებენ მიხვდი ხო მე ეგრეა ანუ ეხლა მე რო ლაპარაკობ რომ რა პოზიტივი არის მაგალითად ის რა ქვია შავ-თეთრად უჩვენებს ის რა ხო არ დაიჯერებ ანუ აი ესეთ მარტივ ჭეშმარიტებებზე როცა მიდის ლაპარაკი ნუ არა და არა რა როგორ არის აი პირდაპირ გეტყვით მეგობრებო რომ და ბოდიში რეზოლუციაში რომ 4 ოქტომბერზე არაფერს იტყვი 4 ოქტომბერზე თუნდაც და საერთოდ არაფერს არ იტყვი საერთოდ ოღონდ რო რაღაცა 4 ოქტომბერზე სადაც შეიჭრნენ პირდაპირ ამაზე საერთოდ არაფერს არ ამბობ ანუ პაპოშმა რამდენჯერმე დაბეჯითების თქოა რომ კომენტარი გააკეთონ ანუ ბოდი პირდაპირ გეტყვით აი ეხლა რა ხდება ამერიკაში დიდი პრობლემებია იმიტომ რომ ტრამპი ტრაბახობდა რომ არ გაიმარჯვებდა ის კომუნისტი უძახეს ხო ის დამოუწყო ხო ინდოელი წარმოშობის ახალი მერი ინდოელი წარმოშობის მუსულმანი ახალი მერი რომელიც იძახის რომ ნიუ-იორკი იყო ემიგრანტების ქალაქი და დარჩება ემიგრანტების ქალაქად და შეკვეცავს პოლიციაზე ასე ვთქვათ ხარჯებს LGBT თემებს მაგაში ვაფშე არა პრობლემა იმიტომ რომ ამერიკა მთლიანად თავიდანვე ემიგრანტების ქვეყანა ეგ პრობლემა არა მაგრამ ის იდეოლოგიზირებული ნაწილი, რომელიც ამერიკას იმ ღირებულებით ცნებებს აცლის, რომელზეც აგრეთვე ამ ემიგრანტებმა ააშენეს, ეგაა მან პრობლემური ნაწილი. თორემ რა თქმა უნდა, ამერიკა ის იყო, რა ქვია, კარენოი ამერიკელი ის არის დარჩენილი, რეზერვაციაში მცხოვრები ინდიელი და რა გინდა რო ქნა. ხო, არა, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ტრამპი ახლა ემუქრება ნიუ-იორკს, რომ ფედერალური დაფინანსებიდან ჩახსნის. კიდე სხვა ქალაქებშიც და ადგილობრივი არჩევნებიც წააგეს. რესპუბლიკელებმა დემოკრატებმა მოიგეს, მაგრამ ეს ტიპი თვითონ
დემოკრატიც არ არის. აი სანდერსი ხო სოციალისტია, ეგეც არა. სანდერსი როჟაა რა. ანუ კომუნისტური რაღაცები აქვს მართლა, აი რეალურად. ანუ ტრამპს შიგნით აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. ხა ევროპას რაც შეეხება, ნუ ევროპა არა ჯოულსონია დასაცავი ძმა ჩვენი კრიტიკისგან. როგორ უნდა დავიცოთ? იმათ როგორ უნდა დაიცოთ? სანქციო უნდა დაგვაჩვენო რა. თუ ის ჯოულსონს თუ ახსენებ იმაში ნეგატიურ კონტექსტში სანქცია ეგრევე. ხო, გასაგებია. რა შენ რო ვილა გაქვს ძმაო იმაზე. კიდევ ერთი ავაიზე იმას დაგილუქავენ. ქართული ოცნების ლიდერი გვიძინა ივანიშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა სიფრთხილით და წინდახედულობით. ნუ ვის მას არ იცნობს, შეგიძლიათ მერწმუნოთ, მაგრამ პოლიტიკას გადახედოთ. ანუ თავის კურსში, როდესაც აი ამ სუვერენიტეტის კურსს ატარებს, როდესაც ესე პასუხობს ყოველდღე ამაზე რეზოლუციებს, ხომ დარწმუნებულია მეგობრებო. აი ზუსტად იცის რა მოხდება და როგორ განვითარდება პლანეტაზე, ასე ვთქვათ, მოვლენები და რა თამაშობს ოცნება და საქართველო თლიანად. ანუ გაიაცნებული თამაში არის ეს. თქვენ ამას ვერ ხედავთ აკაცუკები და ლიბერდებილები, ამას ვერ ხედავთ დახშული გონების თვალი, მაგრამ ვისაც შეგვიძლია მეტნაკლები ანალიზი. ლიბერალური დემოკრატიის ხანა, ევროპის ხანა, გაერთიანებული ევროპის ხანა, დასავლეთის დომინაცია, დომინანტობა მთავრდება მეგობრებო. ეს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ესია. ლიბერალური დემოკრატია გამთავრდება, ლიბერალური დემოკრატია მოკვდა იმ მომენტში, როდესაც ლიბერალური დემოკრატიის არში ფაშიზმი შეინიღება. კი ბატონო. ეგ იყო თავიდან. ხო, მაგრამ დრო დაჭირდა ეხლა. არა, რასაკვირველია ეს. ტრამპი მაგალითად, პირდაპირ გეტყვი, ტრამპი არის იმიტომ, რომ ამერიკაში უნდოდა ტრამპისნაირი მეორეჯერ, იმიტომ გაიმარჯვა, რომ სხვა გზა არ აქვს. არ ვიცი ტრამპი რამდენად მოუგებს ამ ჩაყლაპავს თუ არა deep state-ი, მაგრამ იქაც დიდი პრობლემები არის. ჩვენ ვართ აგერ გრიტივით რა. ტრამპის გამარჯვება ცალსახად იყო ამერიკის საზოგადოების პროტესტი იმ ლიბერალურ დღის წესრიგზე, რომელიც თავსმოხვეული იყო სრულად მთლიან ამერიკაზე, იმიტომ რომ ამერიკა იმ ნეოლიბერალური და რამდენი რაღაც მიება ხო თან ეს გაუქმების კულტურა, მითუ კამპანიები, ყოველად ეს თავსმოხვეული diversity პოლიტიკები, გენდერული პოლიტიკები, ამის წინააღმდეგ პროტესტი იყო რეალურად ტრამპის მეორედ გამარჯვება და თუ მესამედ კენს იყრის და მესამედაც აირჩევენ, ამის გაგრძელება იქნება თავიდან ბოლომდე და არა ის რომ აუცილებლად ახლა ტრამპი დაამთავრებს თუ არა მართლა deep state-ს, ნუ მაგას უყურებთ და ჯერჯერობით არ თავდება ის. ალოკე გაუშვა? ალოკე. გაიხანია გაგვიშვი. აბა ამჯერად რას ავალოკე. რას ლოკავს? არანაირი პრობლემა არ მაქვს თუ ხვდები რომ შეცდომა დაუშვებია, აი არანაირი პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ პოლიტიკაში ყოფნა არის პასუხისმგებლობა თან მით უმეტეს ესე დროს ხო, როდესაც რავი უმძიმეს განსასწრებელში არის ქვეყანა და ის რასაც აწლეულების მანძილზე ვაშენებდით და რომელთანაც ასე ახლოს მივედით ევროკავშირის წევრობას ვამბობ, აი აგერ ვიჯახუნებენ კარს ქართული ოცნების გამო ხო? ევროკავშირი ცდილობს ეს კარი გაგვიღოს და აქედან ბიძინა ივანიშვილი და მის ეს ცუციკები წიხლით აწვევიან და თითები მოაყოლეს ევროპელებს ხო ასეთ დროს არანაირი პროფილი ყველა ეხა უნდა ვიწყდეთ და ჩვენ შეცდომებს ვაანალიზებთ არავითარ შემთხვევაში ჩვენ არა ვართ შეცდომაში გაჯიუტებულები პირიქით შეცდომა იყო არ მისვლა არჩევნები აგარი შეცდომა იყო არ ეგ ხო იცი კიდე ამა რა თქვა რომ ბოიკოტი იყო რუსული სპეცოპერაციაო ოღონდ უკაცრავად დიდი ბოდიში რუსული სპეცოპერაციას რომელსაც წამოეგნენ ევროპის აგენტები ხო და ევროპა ხო არა ეს ალეკო თუ ალოკე ეს ანუ კაი ეს რო კინტოა და ეს არის ალოკეა და ჩოკბჯენია და დიპსროუთის ოსტატი არის ვიცი დიდი ხანი არის ყველა მისი ნაბიჯით და ნალაპარაკებით მაგრამ პორნო ხო ფაჩოს გაიგო მაგრამ უყურე აქ თავში მე მეგონა დიპსტეიტს შენ დარწმუნებული ხარ რომ ჩვენს მოსახლეობის უმრავლესობა ჩვენს განაცემებს და ტელევიზიას უყურებს გაიგო შენი ის თქვა შეიძლება არა მაგრამ იცი რა გაიგო რომ შენ გიყვარს ეს ჟანრი კინემატოგრაფის არა მაგაზე ძალიან ცნობილი ფილმი არის შენ გეცვენება კი ის ქალბატონი ვინც თავაროლში არის იყო ძალიან დიდი მოაზროვნეც და საშა გრეი საშა გრეი საშა გრეი არის ექსტაზი არ გაქვს ექსტაზი საშა გრეი არის ცივიდი საშა გრეი როგორ არის ხო ერთადერთი პორნოვასკო რომელიც მე გადაიღეს სერიოზულ ფილმებში კარგი რაღაცა სარტრი და დოსტოევსკი წაკიდა როგორც კი ამაზე ეგ უფრო მთავარია ხო რაღაცა როგორც კი ამაზე ლაპარაკს ვიწყებ ეგრევე სადღაც გავდივართ ხოლმე ან რა აცი კაც ალოკეს ვეძახით ეხლა და რაზე მებაზრები ბიჭო ან მაგის ნაშენები რა არის ან ჩვენო ვაშენეთო ამ ქვეყანაში რა აშენა არაფერი
არაფერი არ აუშენებს. რაზე დადო? რაზე დადო, ხო? აი უკვე ხაზარაძეზე დადო კი? მოდი ირაკლი ფავლენიშვილი გავუშვათ? არა. მურმან დუმბაძე? ნუ თუ საკმარის სიგიჟეს ამოს გავუშვათ. მურმან დუმბაძე ყოველ სიგიჟეებს ლაპარაკობს. გავუშვით აბა. აი ბარამიძეა, კაი. ხო, და მე ბარამიძე. ამომჩება დიდი ძინა ივანიშვილს ხავს და ამომჩებას უნდა მივახოთოთ რომ იცხოვრობს იმ წუმპეში, რა წუმპეში ცხოვრობს. ვერ გამიტარება ჩვენი ქვეყანა თვითონ მიიღებს ამ ხელობას, მაგრამ მისი შვილი ვეღარ ცხოვრობს კარგ ქვეყანაში და მიმზიდველ ქვეყანაში. უკვე აი რა ვიცი კაცო, მაგის შვილების თავი არა ვარ. ქვეყანა გადასარჩენი მორმა. ქვეყანა გადასარჩენია და ის მაგრა რაღაცა. აი რაღაცა ან დისკუსია დაიწყო ან რაღაცა და აი შეთანხმე ყველა რომ ქვეყანას მაინც ფორმაზეა რა ლაპარაკი რა. მე მეშინოდარ პროცესი მოხდებოდა ზღვაო სახეში დააკვირდით. უი მაგას არ დავკვირვებულა. პროტეზ დავარ და თითქმის ძალიან ახლოს იყო. ამ რომელს აღოთ? მურმანას. სულერთი. მურმანას ის კნავის ის ეგრე აქტიურად ყბას არ იქნებს. ხო, არა ის რა მაგრა ერთვებაო. აი მე დარწმუნებული ვარ. რაც არ უნდა თქვა. გონია რომ რაღაცა მითოლოგიური პერსონაჟი არის, აი ჭინკის მაგვარი, რომელსაც აქვს რაღაცნაირი პარაზიტის ფუნქცია. აი რომ გათქმევინო, შეგიფითილოს რა, მიხვდი, მაგრამ თან აი ვერც აი დარწმუნებული ვარ რაში მეგობრებო, რო იცოდეთ. დარწმუნებული ვარ რომ ქართული ოცნების ვიღაცა მომხრე რომ მივიდეს მასთან არ მივა არასდროს მას დაუჭერს ხარს. ანუ სულერთია რა. კი, კაცო. მისი გადაცემის ფორმატია იმას დაუჭიროს ხარი, ვის თუმრად ყავს. ეგ თავს და აი იგივე აქეთ იტყვის. ანუ რომ ეუბნება რომ ქვეყანა ვითარ. როგორ არ ვითარდი? კაიგე. თემა. აი ცვეთში ეგრეა. საათება. არა. აი აბა დაუკვირდი. ანუ ეხა მართლა სტუმარი რო ყავდეს ქართული ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ქვეყანაში მშვიდობა, აბა ომი გვინდა? არა, ქვეყანაში სტაბილური. არა, მაგას ვერცერია. არა, მე იტყვი მართლა რა უნდა თან. რა უნდა მართლა. და ხო რო ამბობ, რომ ესენი ჭინკები, პროსტა არ ვიდა არავის გამეტება, მაგრამ ექსპერიმენტისთვის ვიღაცის მისვლელი გის. ვიციო, მომხრეს. აბა ომი არ გვინდა რა. შეიძლება რაზე არ ხებენ ამ ქვეყანას. რატო გააკეთეს, რატო შევარდეს სასახლეში? აი ზუსტად ეგარი რა. მე მგონი ჩვენ მეგობარ გურამ ნიკოლაშვილი უნდა გაუშვათ. დიკა სკიტიშვილი ხო? დიკა ხო? დიკატურას დასწრე? დიკა არ გია ბარამიძე გაუშვათ. გია ბარამიძე ხო? დიგარი. დიკა. წინადადება საერთო გამარჯვებაზე, იმიტომ რომ ჯერ უნდა გავიმარჯვოთ და მერე ვიმჯელოთ, ვინ მემარცხენია, ვინ მემარჯვენია, ვინ კარგია. მაშინ ვერ რატომ არ ითქვა ეს ყველაფერი, რაც დღეს დაწერა სააკაშვილმა დღეს. რა მაგარი რაღაცა ის საარჩევნო კამპანიაში ვიყავი და საარჩევნო კამპანიაში ივანიშვილის ნაცვლად ერთმანეთის მიმართ რაღაცა აღარ გვინდა, არა, ბარამიძე აღარ გვინდა. მოვით ამ ტიპი ამბობს, რომ ჯერ უნდა გავიმარჯვოთ, ანუ შესაბამისად უდიდესი სახალხო ხარდაჭერა ჩვენ უნდა მივიღოთ, ისე რომ ამ ხალხმა, რომელიც ჩვენ ხარს დაგვიჭერს, არ უნდა იცოდეს ჩვენ რა იდეოლოგიური პრიზმიდან ვიყურებით, რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს, როგორ პოლისების გატარებას ვაპირებთ, რა კანონშემოქმედებითობას ვაპირებთ, კურსი რა არის, ეს უნდა გაარკვიონ მერე, როდესაც ჩვენ დაგვსვავენ რევოლუციის გზით ხელისუფლებაში. პადომნი კრეტინიზმი რომელიმე პოლიტიკური აქტორისგან მოგისმენიათ რომელიმე ქვეყანაში? კი, არამედ ისეთი არაფრის მომცემი ტიპია, რომ დაჟე არც იჭერენ, არც აჯარიმებენ, არაფერში არა. ბიჭო, ტიპი, ანუ შინაარსში ვცადოთ, მოდი შესვლა ეხლა მართლა. ანუ ადამ პოლიტიკოსი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მე პოლიტიკურ კურსზე არ მელაპარაკო, ჯერო ხელისუფლება მოვიშოროთო და მერე ვილაპარაკოთო უკვე როგორ პოლიტიკა გვექნება. უწოდებს არა ადამიანებს. ფარგალით გაზომა, მიხრა-მოხრა, შეამოწმა, თვალების გამოხატულება, შეამოწმა და ჩვენ ჩაგთვალა მეორე, მესამე და ჯანკ ქართველებად, გრუზინებად. ფაშისტი არის ამის ლიდერი და რა თქმა უნდა, როგორც ვირთხები ვერ მივართვით, მაგრამ უნდა გაგვანადგურონ და მეერე უნდა ილაპარაკონ. სააკაშვილის ამ წინადადებას დაუკვირდით, ტიპი რას ამბობს რა? მიხრა-მოხრა შევამოწმეო, თვალების გამოხატულებაო. არა, უყურე არ ამბობდა, მაინც მიკვირს. რას არ ამბობდა? სუნიანი ქართველები, ვისი ამ მთელი ეს ლიბერალური იდეოლოგია იდგა მაგაზე, რომ ვინც არ იყო ნაცი, ის არ უსმენდა კარგ მუსიკას, ის არ ბანაობდა, იმან კითხვა არ იცოდა, იმან ინგლისური არ იცოდა, კომპიუტერის ხმარება არ იცოდა, ამაზე ააშენეს იდეოლოგია. თვითონ მიშა ამას არ ამბობდა. გარწმუნებას პირველი შემთხვევა გადაფსიხებული. მიშა ქართველები როგორ დაასახელა, კაცო, ჩემამდე რა იყო? მიმინოს პერსონაჟებიო.
იგივე არ არის. არ არის იგივე, როგორ მინდა ამიხსნა, რომ იგივე არის. იგივე არის, იმიტომ რომ არა, ნახე, გაიხა გამოხატულება არის და ვერბალიზაცია სხვა, თუმცა უღამი იგივე ხონდა, რა კულტურული რასიზმი. კლასიკური ფაშიზმი, არანაირი კულტურული რასიზმი. ხო, შეიძლება იმენა ძველ ანთროპოლოგია რა ბიოლოგიაში წავიდა. ეს არის კაცი, რომელსაც აგრეთვე ზოოლოგიური სიზიზმი. პრეზიდენტი როცა იყო. წავა ცოტა ხანი სუზე იყო. ჩვენ რა ზანგები ვარ, თო გახსოვს? ბიჭო, აი ეს ყველაფერი მაინც. კაი გამახსენე, მოდა. ჩვენ რა ზანგები ვარ, ხო თქვა? მაგაზე არ გაუკეთებია არავის კომენტარი, არც ამერიკიდან, არც ევროპის არც ერთი ქვეყნიდან, არც ერთი ელჩს და არავის. ამხელა რასიზმით განსჭვალულ კომენტარზე პრეზიდენტი ჩვენ არავის არ გაუკეთებია ამაზე ნეგატიური კომენტარი. პრემიერი გამოვიდა, ირაკლი ყობახისა გამოვიდა და თქვა ყველაზე ლოგიკური და მართლა ხელის გულზე რო არის ისეთი მოცემულობა, რომ ევრობიუროკრატიის ხელით ევროპაში გებელსისეული პროპაგანდა ბრუნდება. რასაც მართლა ყოველდღე ვაკურდებთ, იმიტომ რომ დღესაც თუნდაც რაზეც ვისაუბრეთ ცოტა ხნის წინ 2025 წლის საქართველოს მომზადებულ ანგარიშზე ევროკომისიის მიერ მარტო ეგაა. თეთრზე შავის დაძახება, ტყუილზე, მართალზე ტყუილის თქმა და ასე შემდეგ. არაფერი იქ ფაქტზე დამყარებული არ იყო. ამაზე გერმანიის ელჩიდან დაწყებული საგარეო სტრუქტურები დამთავრებული ყველა ამ კომენტარი გააკეთა რომ ესო როგორ შეიძლება ჩვენო ფაშტურ წარსულ შეგვახსენესო და პრეზიდენტი ბაზრობდა ჩვენ რა ზანგები ხო არ ვართო და ვაფშე არ კომენტარი არ გაუკეთებია ხო და ეხა ევრენიკას აბრუნებს იმაში იდეოლოგიაში ანთროპოლოგია რა განახსენა მიხრა მოხრა ლაპარაკის მანერა კიდე კარგი რომ ბიოლოგია არ ახსენა ცოტა ხანში ახსენე კარგით მეგობრებო მე მგონი დავამთავროთ დღეს კარგი დღე იყო. ჩვენი უკეთესი იქნება. და ჩვენი ერთად მიახლოვებო. ჩვენი ერთად მიახლოვებო. ნახოთ. კარგად. კარგად.